გამარჯობა. ჩვენ მივდივართ ხაშურის მიმართულებით და გადავწყვიტეთ არ დაველოდოთ ის დასრულებას, ის რეაბილიტაციის დასრულებას და ჩავიდეთ ხაშურის მიმართულებით წიფა ფონა ჩუმათელეთის გავლით. დანიშნული გვაქვს დრო და გვაინტერესებს რამდენ ხანში ჩავალთ ჩუმათელეთში. ყველა ხარაგაულელი ელოდება ამას, რომ დასრულდეს ეს გზა. პირადად მე ბავშვობიდან მაინტერესებდა აქ გავლა და ველოდებოდი, როდის დაიგებოდა ასფალტის საფარი და აი თბილისიდან რომ მოდიხარ. არიგა. და ჩუმათელეთში რო აქ გამოვიდით ხოლმე და აი ხარაგაული ნუნისის წარწერა არის და აი გულისწყეთით რო გაივლი რომ ნეტა გადამახვევია ნეტა და მალე მივარ სახლში. აი ეს მომენტი მალე აღარ იქნება, რადგან აქტიურად აკეთებენ გზას და საითაც გვინდა იქით წავალ თბილისის მიმართულებით აღარ მოგვიდეს უკან დაბრუნება და ძიულის შემოვლით გავლა, აგერ გვექნება ჩვენი გზა. ამ მშვენიერი ხეობით გავაგრძელებთ სიარულს და ჩავალ ჩვენ დედაქალაქში. სხვადასხვა ამობენ რომ მაინც ის ძველი გზა აჯობებს, მაინც ავტობანია, აი ჩახვალ უბისიდან ახვალ ავტობანზე და მერე სწრაფად წახვალ. მინდა რომ ამ გზამ ეს გზა უფრო სწრაფი იყოს და აქედან ჩავხვიდე ავტობანზე და იქიდან გააგრძელო თბილისისკენ გზა. კილომეტრას რაც შეეხება Google-ის აპლიკაციებში გაუჯერეთ. ხარაგაულიდან ხაშურამდე მანძილი წერს 62 კილომეტრს. ავტობანის გავლით. ხოლო ამ გზით მანძილი წერს 59 კილომეტრს ჯამში. ანუ სულ გამოდის 13 კილომეტრით მოკლე გზა, ვიდრე იქითაც. კილომეტრების გარდა საინტერესო გზა ალბათ მაგიტომ კიდე წამოვალთ. არა, ბუნებად საინტერესოა რა თქმა უნდა და ნახარი გზაც. აქედან იწყება ახალი გზა. ეს ორი ლოტად გაკეთდა თავზე, ერთი ლოდი იყო ხარაგაულის გამოვლი დიურა და სერბაისი ვახანისწყლის გადასახვევამდე და ახლა გაგრძელდა. ეს არის პირველი პირი, მხოლოდ დაგებული და ასავლელად მშვენიერია. თქვენ დამოვიდგინეთ მეორე პირი დაიგება, მე დაიხაზება, სამეურნეო ნიშნები გაყენდება, ძალიან ლამაზი იქნება და საკმაოდ ფართო გზაა. ჯერჯერობით თუ საფრთხოთ მივდივართ, ნახოთ რა იქნება. ეს გახლავთ სოფელ მოლითის ცენტრი. აქ 1 წლის წინ ვარ ნამყოფი და მაშინ გზა არ იყო. ეს ადგილი დაბის ცენტრივით იქნება, შესაძლოა ამ მიტოვებულ შენობებსაც მიეცეს ახალი სიტუაცია. აქედან მოლითის სადგურით ჩანს. ეს არის მოლითის სადგურის ისტორიული შენობა, რომელიც აშენებულია 1880-იან წლებში და 2017 წლიდან არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მოდერნიზაციის პროცესმა განაპირობა ახალი სადგურის მშენებლობა და ძველმა სადგურმა ფუნქცია დაკარგა. სამწუხაროდ არის უპატრონო და სჭირდება რეაბილიტაცია. გამოვიარეთ უკვე მოლითი. მოლითამდე ხშირად გვიწევს ხოლმე სიარული და ვიცოდით, ეს გზა უკვე ჩვენთვის ახალია და მალეწიფას მივახლოვდებით და ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგი გზაა დაგებული. ამ სოფლებს ნამდვილად გაუმართათ, რომ როგორც იქნა ისეთი კარგი გზა არ აქვს. ეს არის გვირაბის თავი, სადაც გამოვარ რკინიგზა. როდესაც გადაერთვება და წიფაში აღარ იქნება რკინიგზა, აქ გამოვარ რკინიგზა. აი ეს კი მისი უდიდებულესობა ბეჟათუმნის ცნობილი სარკინიგზო ვიადუკი. აშენებულია 1890-იან წლებში და მას შემდეგ ერთგულად ემსახურება კავკასიის რკინიგზას. ხიდს გარდა საინჟირო ფუნქციისა, არქიტექტურული და რთული საინჟირო ფასეულობაც გააჩნია. ვფიქრობთ ცალკე ფილმი შემოგთავაზოთ ამ ხიდის შესახებ, ნამდვილად იმსახურებს. დაელოდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოს ბეჟათუმნის ხიდის შესახებ. ახალი გზა მნიშვნელოვანი იქნება ნუნისისთვისაც. ჩვენი ბალნეოლოგიური კურორტი საკმაოდ ცნობილია მთელ საქართველოში, თავისი უნიკალურობის გამო. თბილისიდან წამოსული ადამიანი გადმოუხევს ავტობანიდან ჩუმათელეთისკენ და შემდეგ იოლად დავა ნუნისში. ასე რომ ახალი გზა ხელს შეუწყობს ჩვენი საკურორტო ზონის ზვარისა და ნუნისის განვითარებას.
25 კილომეტრი გამოვიარეთ ახლა დაბა ხარაგაულიდან ჯერჯერობით მოვდივართ კომფორტულად მოვდივართ ესეც ახალი რკინიგზის ხიდია ხო? კი ბატონო ეს ახალი ხიდია ეს არის მარყუჟი სადაც დიდი წრესაკეთის მატარებელი ეს გამოდის მარჯვენა მხრიდან ზვარეს მთებიდან აჰა ესეც სულ ახალი იშხეთიდან მოდის რკინიგზა აი აქ ხიდი რო გადაიარა არის დიდი მრუდი სადაც მატარებლისთვის არის სიჩქარის შესანელებელი მარყუჟი და შემდეგ გამოდის იმ გვირაბში რომელიც ეხან დავინახეთ ეს საინტერესო გზა არის მოგივათ არნან უფრო ასე წამოვედი უკვე მივდივართ იმ მონაკვეთზე რომელიც ყველაზე რთული მონაკვეთი ამეტავზე დამთავრდა ასფალტი თუმცა არის მოსწორებული გრუნტი და აბა გავყვეთ ახლა მოსწორებულ გზას სადამდე და როგორ მიგიყვანს მოსწორებული გზას დასრულდა და აი ახლა იწყება კიდევ ერთი გადასავალი ეხლა იწყება ისეთი გზა როგორიც აქამდე სულ ყველგან იყო და ეს არის რომ დავაფასოთ კარგი გზა აი აქ არის ჩამოჭრილი და გაფართოებული არის და მაცხნე, იმიტომ რომ სულ ვიწრო იყო და აქანას გვერდს ვერ აუცილდი ახლა არის დამუშევარი, აი ცოტა ვიწრო მონაკვეთი არ ვიცი, იგივე თუ არა გაფართოება ის, მაგრამ ჯერჯერობით ვიწროა. აი ქვევით ჩანს უკვე ერთ-ერთი გვირაბი, ტკინძის გვირაბი. ეს არის ყველაზე რთული მონაკვეთი ალბათ ამ გზის და ჯერჯერობით აი კიდევ ერთი ასფალტი მოვედი. ესე იგი ეს ერთი მონაკვეთი იყო, სადაც და ფულად იყო საქმე და ისევ ასფალტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალამადი სოფელი იქნება. აქ ინფრასტრუქტურა მოეწყობა ძალიან კარგი სამოგზაურო ადგილი იქნება. უახლოვდება სოფელ ციფას არის. ეს არის სულ ახალი დაგებული, აი ფერიც ისეთია წერა. კიდე არის რამდენი მონაკვეთი, სადაც მიმდინარეობს. მივართ ახლა მალე იმ ადგილებზე და გაჩვენებთ აუცილებლად იქ იყო ერთი ადგილი, სადაც რომელი შეწყვეტილი იყო ასფალტი, მერე ისევ გაგრძელდა, აკაც ახლა რა ხდება? მიმდინარეობს სამუშაოები. მივედით იმ ადგილზე, სადაც მუშაობენ. 1-2 თვის შემდეგ უნდა წამოსულიყავით კივი და დაგვხდებოდა გაკეთებული გზა. სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი სახლია მიტოვებული. 30-40 წლის მანძილზე ამ ზონის სოფლების მოსახლეობა იყო გზის გარეშე. მხოლოდ ორხიდიანი მანქანებით გავიდოდნენ მეზობელ სოფლებში, ან ხარაგაულში და ხაშურში. აქ ძირითადი გადაადგილების საშუალება რკინიგზა მასტერაო იყო. რკინიგზამდე ბარგის ჩატანა და ამოტანა, არადროული სასწრაფო, არათანამედროვე სერვისები. აქაური სოფლების, გოლათუბნის, გუდათუბნის, წიფის მოსახლეობას ხშირი მიმოსვლა აქვთ ხაშურისაკენ. და უგზობის გამო დიდი წვალების ხარჯზე ახერხებდნენ ამას. თანამედროვე მსუბუქი მანქანის ყიდვაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თითქმის 40 წელი აქ გზა არ იყო. ახლა კი რეალობა შეიცვალა და ადამიანები ნორმალურად შეძლებენ გადაადგილებას. გარდა ამისა, ეს გზა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისათვის, რადგან ეს არის ავტობანის ალტერნატიული უმოკლესი გზა. აქ კიდევ ერთი მონაკვეთი შეხვდა, სადაც გზა მოსწორებულია და გამზადებულია საასფალტეთ. ახლა ჩამორჩებ იმას, თუ არა ვაყლაბა მთელი წიფის მტვერი. აქ არის გამზადებული კატოკი, უკლადჩიკი.
გრეიდერი. ემელი, აი მოშანდაკება მივიდა. აი მოშანდაკება. ხალხო ახალი სიტყვა ვისწავლე. კაცი ვერაფერს ვერ ხედავს, წამოწოლილი იყო შეგ. ფონაში შევედით. ფონა არის ერთ-ერთი უნიკალური და კარგი სოფელი ხარაგაულის რაიონში. სოფელი ფონა ზღვის დონიდან 940 მეტრზეა. ხარაგაულიდან ფონამდე კი 33 კილომეტრია. ეს არის ჩემი მეგობრის სახლი. ეს არის პატარა მონაკვეთი, რომელიც ადრე დაიგო. სულ თავიდან პირველად ეს დაიგო კი და დაიგო ეს იმიტომ რომ აზერბაიჯანულმა ფირმამ გაიმარჯვა ტენდერში და მე მიატოვეს იმათმა სამუშაოები და მაგის გამო გაგრძელდა კარგა ხანს და დაგვიტოვეს მხოლოდ ეს რამოდენიმე კილომეტრიანი ასფალტი ფონდაზე. გადმოვედით მიხის ქედი გადმოვიარეთ ჩვენ ახლა და ვეშვებით აღმოსავლეთ საქართველოში ვარ და უახლოვდებით ჭუმატებს. აგირე ერთ საგულისხმოებავია რომ სანამ გზა გაკეთდებოდა რიქოდზე და სანამ იმ მიმართულებით გაიხსნებოდა ზოგადად საავტომობილოთა რასაც ქვია ბორითი, ვერტმიჯალა, ხუნევი, ხევი და ეს სოფლები სანამ კიდი გზა გაიხსნებოდა რომელიც ამუშავდა 1872 წელს ზოგადად სამარხილო გზა და საცხენოსნო გზა გადიოდა ზუსტად იმ ხეობაზე რაც ახლა ჩვენ გამოვიარეთ. ეს ყველაფერი კარგად აქვს აღწერილი ალექსანდრე დიუმას თავის წიგნში კავკასია, როდესაც 1858 წელს გამოიარა ხარაგაულის ტერიტორიაზე, არის აღწერილი სოფელი წიფა, სოფელი მოლითი და ძალიან საინტერესო ვისაც არ გაქვს წაკითხული ეს წიგნი ის შეუნება გელიცით და ამ ხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზის დაგება, რადგან ეს უფრო ძველი გზაა, ეს უფრო ისტორიული გზაა. საქართველოში ვიდრე ის გზა, რომელიც ჩემთვის ცნობია და ძალიან მაინტერესებს რა დროს მოხდა ამის გადართვა და მივიწყება ამ ძველი გზის და რა დროს გადაწყდა რომ ზოგადად გადასულიყო საავტომობილო გზის ძირითადი მიმართულება. იქ შვენია რომ იყო აქ ასფალტი, მაგრამ იმის მერე კარგა ხნის მანძილზე მერე 90-იან წლებში ვიღა დააგებდა, მერე ჩვენი ქვეყანა 1200 არის და ქართლი გადაიარა. აი როგორც იქნა მივედით იმ დრომდე რომ უკვე მოხერხდა ამ სტაგები. აბა რამდენჯერ ვდგარ ვარ აქ და გვინათია რომ ნეტა აქ გადაგვახვევია ხარაგაულისკენ. ასურდა ჩვენ დღევანდელი მოგზაურობა ჩამოვედით ჭუმათელეთში ვდგავართ ხარაგაულის გადასახურთან და დაწერია 40 კილომეტრი ხარაგაულამდე. გუგლმა გვიცხა 39. გუგლმა გვიცხა ხარაგაულიდან ჩვენი სახლიდან ზუსტად აქამდე მოვიარეთ 39 კილომეტრი და როგორც გუგლით ვეუბნებოდა მოვანდომეთ ზუსტად საათი და 14 წუთი. საათი და 14 წუთი მოვანდომეთ, მაგრამ როცა გზა დაიგება ჩემი აზრით, აი სტაბილურად როიარა დაახლოებით 60 კმ/სთ-ში, რაც მე მგონი შესაძლებელი იქნება მაგ მონაკვეთზე, 40 წუთის მანძილზე ჩამოხვალ, 40 წუთში ჩამოხვალ ამ მანძილზე ხარაგაულიდან და გავაგრძელებ გზას თბილისში. ასე რომ გისურვებთ ბედნიერებას, გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს ხარაგაული და ხარაგაულელებს. მომავალ შეხვედრამდე.